როგორი უნდა იყოს სახლი, დიდი თუ პატარა. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, არის თუ არა ამ სახლში სიყვარული. აი ეს არსება ცხოვრობს ამ სახლში და არის სიყვარულით გარშემოცმული. ის ძალიან გვიყვარს ჩვენ და მასაც ვუყვარვართ ჩვენ. ამ სახლში კიდევ აი ეს არსებები ცხოვრობენ. ვუყვარვართ და ჩვენ ძალიან გვიყვარს ის. აი ეს არსება ასევე ცხოვრობდა ამ სახლში და მას უკეთესი პატრონი გამოუჩნდა აქვე მეზობლად. ჩვეულებრივ ქუჩის ძაღლი იყო, იმ ზამთარს გადავარჩინე და ისიც მადლიერია. ნახულობს ყოველთვის, როგორც კი მოეცემა ამის საშუალება, მოდის ჩემთან სახლში, სადაც ის გადაარჩინეს. აი ეს პატარა ოთახი ასევე სახლია. დამოუკიდებელი სანიტარული კვანძით. აი აქ ცხოვრობს ჩემი სიდედრი და ძალიან ბედნიერია, რომ არის თავის გემოზე. ამ სახლში ასევე ცხოვრობენ აი ეს მცენარეები, უბრალოდ ამ ეზოში. აი ეს მცენარეები და მე ძალიან მიყვარს ისინი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მე მათ ვული და მათაც ძალიან უყვარვარ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი უხვად მაძლევენ ნაყოფს. აი ამ ყვავილებს ქვიათ კანა, ეხლა ზამთარია, მე ცოტა ხანში ამ ღეროებს დავჭრი და ზედ დავაწყობ მათ ძირებს, რათა ისინი არ მოიყინონ და გაზაფხულზე ისინი ისევ ამოვლენ და იქნებიან აი ამ სიმაღლის და იყვავი. და რა თქმა უნდა ვარდები, რომლებიც მგონია რომ არ არიან, ძალიან მიყვარს და მგონია რომ მათაც უყვარვარ, იმიტომ რომ მე მათ ვული, მთელი საფული ვწყავ და ვასხურებ ხოლმე სხვადასხვა წამალს, რომ ისინი არ შეჭამოს სოკომ. აი ეს გახლავთ ამ სახლში ის კუთხე, სადაც მე ჩემი ჭკუით ვქმნი რაღაც კონტენტს. ზოგადად ეს არის ჩემი კუთხე, მაგრამ დროებით ის დაუთმე ნაზვის ხეს.